კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და თქვენ მოусმენთ და უყურებთ ბუნებრივია ინტერაქტიულ გადაცემას, რომელშიც ჩვენს მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ჩაერთოთ და უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას და დღეს ჩვენი კითხვა ასე ჟღერს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. თქვენ იცით, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში ნებისმიერი სახით პროცესში მონაწილეობაზე, კანონშემოქმედებითი პროცესი მათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს და ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები არიან პარლამენტში წარმოდგენილი და როგორ უყურებთ მთელ ამ პროცესს. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ ის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში განცხადების შემდეგ, რაც კობახიძემ გააკეთა ევროკავშირის მიმავალ გზაზე მოლაპარაკებების შეჩერების და ასე ვთქვათ, დაფინანსების გაჩერების შემდეგ, ვხედავთ, რომ ყოველდღიურად დაპირისპირება ქუჩაში, ვხედავთ, რომ აქციები მიმდინარეობს ყოველდღიურად და აი ამ საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობთ, მოკლედ, ბოლო რამდენიმე დღეა, უკვე მე-16 დღეა და როგორ უყურებთ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მთელ აი ამ პოლიტიკურ პროცესს, ჩიხშია მდგომარეობა და საინტერესოა თქვენი შეფასებები, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და რა სახით შეიძლება მდგომარეობა გამოსწორდეს ჩვენს ქვეყანაში. სტუდიის ტელეფონის ნომერზე 2-388-105-ზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პირველი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი უკვე ხაზზე ვყავს. მოგესალმებით. ლიზი, გამარჯობა, ჩემო გოგონა, შვილო. გამარჯობა, გისმენთ. რა თქმა უნდა. აი, ეს რა წესი არის, რომ გამოყავთ ხალხი და განა და რებს ლაპარაკობენ. ან ამ ხალხს ის არა აქვს, რა ქვია, საქმე მეტი რომ დგანან იქ და ამდენი ხანი არიან. გასაგებია, ქალბატონო, მოვისმინეთ თქვენი შეფასება. მე მინდა გთხოვოთ, მხოლოდ რაღაცნაირად ბევრი მაყურებელი რომ გამოვიკითხოთ და ინტერაქტიული ხასიათი შევუნარჩუნოთ გადაცემას, ან კი, ან არა, ასე შეგიძლიათ, რომ მარტივად მოკლედ უპასუხოთ და ბევრი ზარი რომ მივიღოთ, უფრო ეს უკეთესი იქნება, ჩემი აზრით. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. თუ შეიძლება ტელევიზორს ჩაუწიეთ რა ხმა. ალო, გესმით? გისმენთ ბატონო. ხო, გამარჯობათ. პირველ რიგში უნდა შევიდეს ოპოზიცია და დაიწყოს მუშაობა, თუ ესენი ნამდვილად ოპოზიცია არიან, ჩვენ რაღაც ეკვიპარება. მაგათ წარსულს უყურებთ. ძალიან ეკვიპარება რა. თუ ეს ოპოზიცია ნორმალური ხალხია. მადლობა. მე მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს გთხოვთ, ბევრი ადამიანის პოზიცია რომ მოვისმინოთ, მაქსიმალურად მოკლედ ვუპასუხოთ, კი ან არა უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. მორიგ მაყურებელს მოვისმინოთ, მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ და ძალიან მოკლედ, კი ან არა უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. გამარჯობა. გისმენთ. ჩვენ რა ოპოზიცია გვყავს? რატო გვეკითხებით ამას? რატო ოპოზიცია, რისი ოპოზიცია, ესენი არიან მოღალატეები. გასაგებია. ჩვენ რა უნდათ მაგათ პარლამენტში კი არა საქართველოს უნდა გაუშვათ. რომელი ოპოზიცია? მოვისმინეთ თქვენი შეფასება, მადლობა. მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ გეტყვით და რაღაცნაირად მინდა რომ დღეს უფრო მეტი ადამიანის შეფასება მოვისმინოთ, თანაც მატყობინებენ რომ 3-4 ადამიანი უკვე იცდის რიგში, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოკლედ რომ უპასუხოთ და რაღაცნაირად ინტერაქტიული სახე უფრო მეტად შენარჩუნდება, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, კი ან არა, ესე მოკლედ რომ გვიპასუხოთ. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. ალო? გისმენთ. გამარჯობა გენაცვალე. არა, არ უნდა შევიდეს. ესენი მოღალატეები არიან, გერმანელები არიან რა. ვინც მოსვლები არიან. აი ამ ხალხან განან და კიდიან საქართველოს. გასაგებია. მადლობა თქვენი შეფასება. კი ან არა უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმები ლიზი გენაცვალე. ეს ბანდიტები ნამდვილად არ უნდა შევიდნენ. მე მაგათ ოპოზიციონერებს არ ავწული. ხალხმა რომელმაც მთელი ქალაქი დაანგრია, მიამწყვრია, მოამწყვრია, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ბანდიტი. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. კვლავ მორიგი მაყურებელი გვყავს ხაზზე. მოგესალმებით. უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. გამარჯობათ. გამარჯობა, გისმენთ.
არც ოპოზიცია უნდა იყოს, დღევანდელი ოპოზიცია და არც დღევანდელი მთავრობა უნდა იყოს ეროვნული ხელისუფლება. ხოლო ამ შემთხვევაში გადავრჩებით. არც ერთი არ უნდა შევიდეს პარლამენტში. არც ოპოზიცია, არც პოზიცია. ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ანუ ამას გულისხმობთ? ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამას გულისხმობთ? არის როგორ მოხერხდება, აი ვისაც არჩევს 92 წელს 1992-ში გვალი მაგიდა თავისუფლად საქართველოს იმათი მონაწილეობით უზენაესი საბჭო ხო არის წევრები? ხო არიან სოცლები? უნდა ჩაერთონ ისინი და უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, ამას ხანდაზმულობა არ აქვს. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. გასაგებია. მადლობა, საინტერესო ვერსია მოვისმინეთ და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. მოგესალმებით. ალო. გამარჯობა, გისმენთ. ისენ გავაგონო. დიახ, გისმენთ. ოპოზიცია არის, ხალხი ძალა გამეყო ახლა იმას თავრობას. ხალხი ძალა ოპოზიცია არის. მაინტერესებს ეს ურაგო. მადლობა ზარისთვის, გიპასუხებთ და გეტყვით. ხალხის ძალად ქართულ ოცნებას წარმოადგენდა თავდაპირველად, შემდეგ ისინი გაიყვნენ თქვენ გახსოვთ და წინა საარჩევნოდ ისევ დადგნენ ერთად, ერთი საარჩევნო სია ჰქონდათ მათ და 41-ის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები, თუმცა ახლა ვინაიდან ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, აქედან გამომდინარე ხალხის ძალამ კვლავ გადაწყვიტა, რომ ხელოვნური იქნება ეს თუ არ ვიცი, თქვენ შეაფასეთ ეს ყველა თუმცა გადაწყვეტეს, რომ ისინი იყვნენ როგორც ოპოზიციური პარტია, ასე წარმოდგენილები პარლამენტში. საინტერესოა ნამდვილად თქვენი შეფასება და ამიტომ მორიგ მაყურებელს მოვუსმინოთ, მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობათ. არ უნდა შევიდეს, იმიტომ რომ ეს ალო გისმენთ, ისაუბრეთ. არ უნდა შევიდეს, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია არ არის, რა უნდათ მაგათ პარლამენტში, იმიტომ რომ ხედავ რომ აქ სკამების გულისთვის რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, სისხლს ხრიან და უსამართლოს იქცევიან და ყველაზე ჯანსაღი ოპოზიცია ჩემი გადმოსახედიდან არის პატრიოტ ალიანსი. რა ვიცი, იქნებ რაღაცა ჯანსაღი რა. აი ქალბატონო, თქვენ თუ არჩევნებს აღიარებთ, ჩვენ ხო ვნახეთ რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პროცენტული მაჩვენებლები, ამ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ, ამას გეკითხებით. ოცნებას მივეცი ხმა გენეცვალე, ნამდვილად მესმის, მაგრამ როდესაც ამბობთ რომ არ უნდა შევიდეს, აი აქედან გამომდინარე მოვდივარ. მათ 10% აქვთ და ესე იგი არჩევნებს არ აღიარებთ თქვენ, აი ამას გეკითხებით. ალიცი ხა მე არჩევნებს ვაღიარებ, იმიტომ რომ ოცნებას მივეცი ხმა და ხელისუფლებაში უნდა იყვნენ მაგენი, მაგრამ ჯანსაღი ოპოზიცია არ არსებობს. არ არის, მე ვერ ვხედავ. და სამწუხაროა რომ თქვენ არ ახათ, აი ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომ პარლამენტში თქვენი წარმომადგენლები არ ზიან. აი ძალიან დიდი დანაშაულია ეს. აი დიდი მადლობა თქვენ და შეფასებისთვის. ბუნებრივია თქვენ გულისხმობთ პატრიოტ ალიანსს, რომელიც ნამდვილად არ არის წარმოდგენილი, როგორც ჯანსაღი ოპოზიცია პარლამენტში და ვხედავთ ამას რა პროცესები ახლავს თან და რა სირთულეები, როგორ აისახა ეს ქვეყანაზე, ის იქნებოდა ნამდვილად შუამავალიც და ასე ვთქვათ ჯანსაღი ოპოზიციური პარტია, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა, თუმცა არ აკავს და აი საინტერესოა ნამდვილად ამ ნაწილში როგორ ხსნით ამას, რომ ერთმანეთთან ვთქვათ დაპირისპირებაში მოდის ის, რომ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია, იმიტომ რომ სახე აქვს დაკარგული და თან ვხედავთ, რომ მათ აქვთ, ასე ვთქვათ, ის პროცენტული მაჩვენებლები გადალახული და 10%-ით არიან წარმოდგენილები და აი აქედან გამომდინარე როგორ აფასებთ აი ამ ყველაფერს, როდესაც წინააღმდეგობაში მოდის. მორიგ მაყურებელთან კვლავ გადავდივართ და მოგისმენთ თქვენ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, აუცილებლად უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში. თუ მათ ადამიანობა აქვთ და აფასებენ თავის მიღებულ ხმებს, ეს არის ერის ხმები, იცით, ერია გახლეჩილი ორ ნაწილად. როგორ შეიძლება არ შეხვიდნენ, უნდა შევიდნენ და დიალოგით ერთმანეთთან უნდა გადაწყვიტონ ერის ძები. არ შეიძლება ესე საჯიჯგნად მიუგდონ მთელ სოფლიოს
აი ეს იცით როგორი ბრძენითანერი რამდენი ხნის ისტორია გვაქვს არსებობის და ვიღაცა 300 წლის წინათ შექმნილი ერი ბედავს რომ ჩვენ საქმეში ჩაერიო. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, ისმის შენი ხმა? დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. საქართველოს მოქალაქეს წართმეული აქვს უფლება, როგორც არჩევის, ისე უკან გამოწვევის პარლამენტიდან. ესე რამ გამოურეცხა ტვინი ამ ხალხს 2 მილიონი კაცი მივიდა და გაგებაში არ არის ვინ აირჩიეს. თუ უკან ვერ გამოიწევ, მაშინ რა ფასია გამარჩევნებს ხალხო აზრზე აღარ ახართ ქვეყანაში. უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ბატონო, მოკლედ რომ გითხრათ. უკან ვერ გამოიწევ. ამაზე პასუხი ვინმეს გააქვს კითხვა, გაჩენია ჟურნალისტებს. პროპორციული გახადეს საერთოდ. თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ეხლა აი რა გელაპარაკე და რა მეკითხები. ვერ მოვისმინე თქვენი შეფასება ბუნდოვანია, როდესაც ასე აკეთებთ შეფასებას. ამიტომ ძალიან გთხოვთ. შეფასებას რაც მინდოდა იმას გეკითხები და გამეცი აბა პასუხი მართალი ვარ თუ არა. კარგით, დაგემშვიდობებით, აგრესიული ხართ, ამიტომ მე აღარ გავაგრძელებ თქვენთან საუბარს და კიდევ ერთხელ გთხოვთ მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს, როდესაც დაგვიკავშირდებით, მოკლედ დააფიქსირეთ ჯერ თქვენი პოზიცია, ეთანხმებით თუ არა, ვთქვათ, უნდა შევიდეს თუ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია, უფრო მეტად გასაგები რომ იყოს თქვენი შეფასება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ვიკავშირდებით მოკლედ დააფიქსირეთ ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა თუ შეიძლება. მოგესალმებით. გამარჯობა. პარლამენტში კი არა. ქართულ მიწაზე ფეხი არ უნდა დამატკივროს. ეს აგენტები უცხოეთიდან დაფინანსებული ქვეყანა რო გაგვიყიდეს. ეს აგენტები რა დღეშია ქვეყანა? აგერ 20 დღეა. უნდა გამყაროთ, ესენი გამყაროთ. ესენი არიან მოღალატეები. სამარცხვინო პირდაპირ პარლამენტში რა უნდათ პარლამენტში კი არა. ამ ჩემ ქართულ მიწაზე არ უნდა იარო. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. კითხვა მიჩნდება, მაშინ ვინ მისცა ამ ადამიანებს ხმა და ვინ დაუჭირა მხარი ფაქტია, რომ ისინი 10% არიან წარმოდგენილები, გულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თავისი ნებით არ შედიან პარლამენტში და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ამ პარლამენტს, რომ არალეგიტიმურია ახლანდელი ხელისუფლება, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა და ასე ხსნიან და მოკლედ გეტყვით ხალხის ძალის წევრებმა, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მისმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დაუდონ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას, მოკლედ ქართული ოცნების გუნდშიგნითვე იქმნება ოპოზიცია, რასაც ვუყურებთ ახლა აი ამ მოცემულობიდან და აი ამ განცხადებიდან გამომდინარე. უნდა შევიდეს თუ არა ის პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, რომლებმაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს და ზღვარი გადალახეს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გისმენთ. არ უნდა შევიდნენ. არ არიან ღირსი აგინი დეპუტატები იყვნენ. რაც ქვეყანაში ხდება, რაც მოხდა, ყველაფერი დასავლეთმა ამერიკის დავალებით გააკეთეს, ალბათ ივანიშვილის იძულებული იყო, როგორი ზეწოლა ყოფილა ჩვენ ბევრ რამეში ვენდურით ივანიშვილის დამთავრებას ეკონომიკის, ყველაფრის, პენსიების საკითხებში, მაგრამ როგორი ზეწოლა მთელ მსოფლიოს ხელში აქვენ და ეს საქართველო კარგად გადარჩენილა, მაგით ალბათ აიძულეს რომ დაეწერეს 40% და თვითონ მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. უამრავი ზარი შემოდის და ბოდიშ გიხდით იმისთვის, რომ ბევრი დრო არ გაქვს, თუმცა თქვენც ეცადეთ, რომ მოკლედ ისაუბროთ, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ჩაუწიეთ თუ შეიძლება ტელევიზორს ხმა და გვიპასუხეთ, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.
ლიზი გამარჯობა გენეცვალე. გამარჯობა, გისმენთ. ლიზი, მაგათ უკვე დაამტკიცეს რომ მათ ქართველობა არ ეკუთვნით მაგათ და მაგათ რა სინდისით უნდა შევიდნენ ეგენი პარლამენტში, რომელ პარლამენტშიც დაანგრიეს ის შენობები, სადაც რუსთაველის პროსპექტი გაანადგურეს და საერთოდ მთლიანად წაშალეს თავიანთი გასაგებია თქვენი შეფასება, მადლობა ზარისთვის, ესე იგი თქვენი პოზიცია რომ არ უნდა შევიდეს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა. ღია ეთერში ხართ. ლიზი გამარჯობა. გამარჯობა. მაგენი შვილო მტრები არიან, მაგენი არ უნდა შევიდეს პარლამენტში, პატრიოტთა ალიანსი უნდა შევიდეს პარლამენტში და იქნება გამოასწოროთ რამე ერთად, ახლა დიდი მოხარული არ ვარ ოცნების, მაგრამ იქნება პატრიოტებმა რამე იმოქმედო. აი, ქალბატონო, კითხვას დაგისვავთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პატრიოტთა ალიანსმა ვერ გადალახა 5% და აქედან გამომდინარე, საერთოდ არის მის კითხვა მისი მისამართით, ანუ იმ პოლიტიკური პარტიების მისამართით საუბრობთ, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, ანუ ამას გეკითხებით. კი ვიცი შვილო, მასე რომ ეკითხები, მაგრამ იგენმა როგორ გადაახენ და რა გააკეთენ, მაგის განაჩენს ვერ გამოვიტან, მაგრამ გეუბნებით როგორმე არ ვიცი, მე მაგალითად პატრიოტებს ესე იგი ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამას გულისხმობთ? ახლა ჩემ ტყუაზე და ჩემ ფერების ვინ გეივლის თუ არა, მე გურული ბებია გირეკავდა, რომ ჩატარდებოდეს, მე მაგალითად მირჩევნია და მტყვანი და მართალი მაშინ გასამართ ხდება მე მგონია და გეიხარე და ღმერთმა გვიშველოს რა ვიცი. დიდი მადლობა თქვენი მისთვის რომ დაგვიკავშირდით, ძალიან საყვარელი ბრძანდებით, უღრმესი მადლობა. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გისმენთ ქალბატონო, ისაუბრეთ. ისაუბრეთ. ყველა ერთად აღებული ყველა პოზიცია ოპოზიცია გახლავს საქართველოს მოღალატეები. არაფერი გვეშველება აბსოლუტურად. სანამ ესენი იქნებიან პოზიციას თუ ოპოზიციაში. გამოსავალი რა არის ქალბატონო ასეთ დროს? გამოსავალი ისიც რა არის? სანამ ეროვნული მთავრობა არ გვეყოლება, არ არსებობს. ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. გენეცვალე საარჩევნო ზღვარი ხულიგნებმა და წურბელებმა კი არ გადალახეს, გაერთიანებულმა პატრიოტებმა. აი გაერთიანებული პატრიოტებიც აიგადგინეს და უნდა შევიდნენ ნამდვილად პარლამენტში. მადლობთ. მადლობა ზარისთვის, შედეგებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე, ფაქტია რომ 5%-იანი ბარიერი ასეთ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსს არ გადაულახავს და ჩვენ საუბარი გვაქვს ახლა იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ეს ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ესე იგი გამოდის, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვენს ლოგიკას მოუყვები და საინტერესოა ნამდვილად ეს შეფასებები, რომელიც გვესმის და უნდა ჩატარდეს თუ არა ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები იმისთვის რომ პატრიოტთა ალიანსი მაგალითად იყოს წარმოდგენილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარია სწორედ აი ესეთი შინაარსის და ასეთი პათოსის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით გენაცვალე. გამარჯობა. პატრიოტთა ალიანსს დაემართა რომ წინა მოწვევის პარლამენტში არ შევიდა და ახლა ხმების საკარგად ვერ შევიდა. მე ძალიან გულშემატკივრობთ, მაგრამ ესი არ არის, როცა აგიწია. კი ბატონო, ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა, ეს მითხარით? იმასაც გეტყვით. არც ერთ შემთხვევაში ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, ლეგიტიმური იყო და თუ უნდა შეეცრეს ოპოზიცია, თუ უნდა შეეცრება. კარგით, გასაგებია. მადლობა. უფრო მეტი კორექტულობა, თუ შეიძლება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ კორექტულად გამოხატოთ თქვენი სათქმელი. პირდაპირ ეთერია, ძალიან ბევრი ადამიანი გვადევნებს თვალს და ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში მოусმინოთ მორიგ მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს. მოგესალმებით. პრეზიდენტი აიჩო დროი და გამარჯობა. ღია ეთერში ხართ. მაგაში აწულა ფერი და საქართველოს თავრობის ხალხი უცხოელებს საჯარია იგრიჯება მარტო იგრიჯება ვის გულისხმობთ ქალბატონო, ვის გულისხმობთ რომ და კონკრეტოდ ვის გულისხმობთ?
ოს ვაგნეს სტალებს აგული ხომ სტალებს აგივიტაშა გასაგებია. მადლობა ზარისთვის. მორიგი ზარია პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. თქვენ რასაც გქონთ ახლა იქ რო გამოსული არიან ახლა ისინი სწორი არიან ქართველების ვიღათ? მე თქვენ გეკითხებით ბატონო ამას, მე არ დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია, თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო მეკითხები. ვინც გვარამიას გვერდით, ხოშტარიების გვერდით. ის რო არის კიდო ტელეპირველის რა ქვია ებაქალს? ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში. გრიგოლიები რო არიან, ესენი ბოდიში მომთხოვია და ყველაფრის კადრელები იმათ გვერდით რომ ხალხი დადგება ისინი ნორმალური გონია? თუ შეიძლება ბატონო, ჩვენი კითხვა აბსოლუტურად განსხვავებულია. ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში. აი ამაზე რომ მიპასუხოთ რა. ქართველ კაცს თუ შეეკითხებიან ქართველ ხალხს, ისინი საერთოდ უნდა გააცინბირო პარლამენტში რა უნდა იმ დამპლებს. კი, მაგრამ საინტერესოა, ვინ მისცა მაშინ ამ ადამიანებს ხმა? 10% აიღო თითო პოლიტიკურმა პარტიამ და მათ მანდატები აქვთ და ესე იგი თქვენი მანდატები რო აქვთ, ხო ის მანდატების მიმცემები რო არიან, ზოგი შეცდომით არის შესული. ისინიც უნდა გაყარო საქართველოსთან. ხო, არა თქობთ, ესე იგი მოღალატეები რო არიან. ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ბატონო? რატომ უნდა ჩატარდეს? რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს? იმათ ხმას ვინ მისცემს? ახლა მეც საერთოდ არ მისცემენ და ხალხი ცოტა არ არის არჩევნებია, ფული ჯდება, ის ხო არ არის კაცო. გასაგებია თქვენი შეფასება, მოკლედ ჩვენი მაყურებლების უმეტესობა ამბობს, რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს, ქართული ოცნებაც არ უნდა იყოს იქ წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში მართლა მაინტერესებს კითხვა მიჩნდება არჩევნების, ხელახალი არჩევნების გარეშე როგორ უნდა მივიღოთ ახალი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში, თუ ამბობთ, რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს და თუ მხარი არ დაგიჭერიათ ამ ადამიანებზე 10%, ვთქვათ 40% ოპოზიცია ერთად როგორ მიიღო, ესეც საინტერესოა. ესე იგი, გაყალბდა ეს არჩევნები, თუ ასეთი სურათი გვაქვს ქვეყანაში. საინტერესო დისკუსია ნამდვილად. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეს ოპოზიცია, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. გისმენთ. მოგესალმებით. უღირსი ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში. გონიერმა ხელისუფლებამ თქვენი პარტიიდან და სხვა პატრიოტული პარტიებიდან უნდა ამოარჩიონ ღირსეული პიროვნებები და შეიყვანონ მათ ადგილზე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, თუმცა ასეთი პროცედურა არასდროს ქონია ჩვენს ქვეყანას, ასეთი პრაქტიკა არასდროს ქონია. მანდატები ამ პოლიტიკურ პარტიებს ეკუთვნით და ზღვარგადალახული პარტიები არის ახლა ბუნებრივია, ასე ვთქვათ, მოიაზრება იმ ადამიანებში, რომლებზეც ვსაუბრობთ. ის პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ თუ არა პარლამენტში, რომლებსაც ვთქვათ, აქვთ გადალახული საპარლამენტო ზღვარი, არჩევნების ზღვარი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. ღირსები არ არიან ოპოზიციონერები პარლამენტის და არჩევნები თუ ჩატარდება, ასე მგონია, რომ ისევ ოცნება მოიგებს და თუ თქვენც მოიგებთ, რა ვიცი, მეც სახელი მომივართოთ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა ნამდვილად შეფასებები, რომელსაც ვისმენთ ღია ეთერში, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გეუბნებით იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში ერთად აღებული დაახლოებით 40% მიიღეს, 10% აქვთ და ეს პოლიტიკური პარტიები თავად ამბობენ უარს პარლამენტში შესვლაზე და ამაზეა საუბარი. უნდა შევიდნენ თუ არა პარლამენტში, თუ როგორ უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს პრობლემა. ხელახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, თუ ქართულმა ოცნებამ დამოუკიდებლად მარტო განაგრძოს მთელი 4 წლის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. ქალბატონო. გისმენთ. გესმით ჩემი? კი ბატონო. აი ახლა ოპოზიცია საერთოდ უნდა მოწყდეს ამ ქვეყნიდან. საერთოდ
და თქვენ კიდე ადამიანს მოусმინეთ რაც გეუბნევათ და რაც მიყვარხარ ზააპატისხსენ და ეს ოპოზიცია პარლამენტში კი არა საერთოდ დედაბუდი არ უნდა მოწყდეს ქვეყნიდან რა უნდა განადგურდეს ოპოზიცია ქვეყანა დაანგრიეს ქვეყანას უშლია მშვიდობას და იმას რა ქვია ხალხის შრომაწვალებას ხალხის არ ვერ მიდის გზაგადაკეტილი არ უბედურობა არა უნდა მოვიდეს თავრობა თქვენაირები აი ხალხის ზავის ნაირები და ყველა ასეთი პატრიოტი ხალხი რომელიც ამ ოპოზიციას ბოდიში და დედას უტირებს კორექტულად თუ შეიძლება მადლობა ზარისთვის მე ვინაიდან თქვენ მითხარით ბოლომდე გისმენდით თუმცა კითხვა არსებობს ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ მანდატები მათ გადალახეს ასე ვთქვათ საარჩევნო ზღვარი ბარიერი და გადააჭარბეს კიდევაც 10% აქვთ და აქედან გამომდინარე ბუნებრივია აქვთ ახლა უფლება რომ შევიდნენ პარლამენტში უბრალოდ თვითონ უცხადებენ ამ პროცესს ბოიკოტს და კითხვა ჩნდება თუ არ უნდა შევიდნენ თუ არ იმსახურებენ და თუ საზოგადოებამ ხარი არ დაუჭირა ესე იგი აქ პრობლემაა ესე იგი გაყალბდა არჩევნები თუ 40% აქვს ოპოზიციას როგორ მიიღეს რასაც თქვენ ამბობთ აი ამ ლოგიკას თუ გავყვებით მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ მოგესალმებით გენესწოლი დიდი პატივის თემით დიდი მადლობა გისმენთ საინტერესო ის არის ზუსტად ორი დღის შექმნება გვარამიას პარტიამ როგორ მიიღო ამხელა პროცენტი აი მათ ნამდვილად მეპარება ეცი რომ მაგათმა გაიმართეს ამხელა პროცენტი აიღეს აი ეს ყველაფერი რაც ხდება თბილისის ქუჩებში ზუსტად ამ ოპოზიციის ბრალია და მაგათ კითებია ეს ყველაფერი რაც გავს ეს თბილისი შაშანამდვილ გაბედნიერები ვიყავით რომ გაგევლო თბილისის რუსთაველზე სიამოვნება იყო ბავშვებთან დიდთან ყველასთან გავლა და არ ვიცი ერთ სიამოვნება და ბედნიერებას გურიდა ადამიანს ეხლა რა ქნეს რა მაინტერესებს კიდე რატო ერთი ჭკვათ მყოფელი არავინ არ ჩანდა აი პირველი დღიდან აი ეს ახალგაზრდები რომ იცროდნენ ამ ქვებს გასაგებია მადლობა ზარისთვის მე მორიგ მაყურებელს ვუპასუხოთ თუ შეიძლება ბევრი ზარია და გამომდინარე აქედან უნდა ჩავეტიოთ დროში მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში გისმენთ ღია ეთერში ხართ თქვენი შეკითხვა გოგონი შეიძლება გისმენთ ბატონო ეხლა რა არის პარლამენტში მე მიყვის რატომ არიან სინოდის წევრები აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერები, ეგენი ჭკუიანები არიან, სულ ერთ და იგივე ხალხი რო არის, მიყვის მე რა არის. რა გაცი გავიმატე რა ვასკასულად. კარგით, თუ შეიძლება კითხვას რომ უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? გასაგებია. მადლობა ზარისთვის. აი ძალიან ბევრი აზრი მოვისმინეთ, ვინც ღირსია უნდა შევიდეს, ვინც არ არის ღირსი არ უნდა შევიდეს. ფაქტი ის არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ზღვარი ბარიერი გადალახეს, მათ აქვთ უფლება პარლამენტში შევიდნენ. უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და აქედან გამომდინარე ბოიკოტს უცხადებენ და არ შედიან პარლამენტში. თქვენი შეფასება როგორია, უნდა შევიდნენ თუ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში? მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. გისმენთ? ისმენ. კი ბატონო, ისაუბრეთ. ხანაღა სტოს მგანებ. ამდენი ხარ, როგორ მიიღო? მაგალითად, გვარამიამ და ამბადიემ როგორ მიიღო? 40% ხო იყო რა? ნაჩვენ მოძრაობა. 50% მიიღო ამას ოსნებად. ამჟერა მე ამდენი მიიღო მაგალითად ოპოზიცია. არ თოჩდება ვიდეო. თუ ჩატარდება ხელახალი არჩევნები, ხალხი უფრო სწორ არჩევანს გააკეთებს და პატრიოტი არიან შევება. ასე მგონია მე. კი ბატონო. დიდი მადლობა ზარისთვის და იმისთვის რომ პირდაპირ ეთერში გააჟღერეთ თქვენი შეფასება. გეთანხმებით ნამდვილად, მე ვფიქრობ რომ ასეთ მდგომარეობაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. გამომდინარე იქიდან რომ არც ერთი ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტია არ აღიარებს, არც შედიან პარლამენტში და მივიღეთ ის რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნებაა წარმოდგენილი და ვხედავთ რეალურად როგორი დიდი კრიზისი არის ახლა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ.
დღემშვიდობის ალიზე. დღემშვიდობის გისმენთ. ისიც რა შეასაქმე და გავიწყდათ 2020 100 ადარბოდნენ და მე ერთმანეთს ვეღარ ასწრებდნენ. ისე შევლენ თქვენი მოწონებულები და ხელფასსაც მოითხოვენ. მაშინ არა, ჩემი მოწონებულები რატო ამბობთ ასეთ, რატო სვავთ მე არასდროს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არ ყოფილა და მე ხოთბე. არა, მე უბრალოდ ეს ისე წინადადებაში გამოვიყენე. არა, მე თქვენ არ მიგულისხმიხართ, საერთოდ. უნდა შევიდნენ ქალბატონო. შევდნენ და ხელფასსაც მოითხოვენ. აი ესე ირბენენ გიჟებივით არავით არის ახალი არჩევნები 1,150,000 მაგასმა მივეცით ხმა ოცნებას ჩვენ ეს მთავრობა მოგწონს ასია კრიტიკები კი გვაქვს როგორ არა გვაქვს მაგრამ დღესდღეობით ეს მთავრობა მიდის ძალიან კარგად სოფლიო წინააღმდეგია მაგრამ ესეც გაივლის ყველაფერი კარგად იქნება ჩემო კარგო მოვისმინეთ თქვენი შეფასება მადლობა ზარისთვის მოусმინოთ მორიგ მაყურებელს უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში როგორია თქვენი შეფასება არ უნდა შევიდეს ეგენი არაფრის ღირსები არ არიან როდესაც გადალახეს მათ ზღვარი ამაზე რა სიტყვით რეალურად მოიპოვეს მაშინ ასეთი პროცენტული მაჩვენებლები შეიძლება მოიპოვეს იმიტომ რომ მაგათაც ყავს თავისი ამომრჩეველი მაგრამ არჩევნები ახალი არ უნდა ჩატარდეს იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ არჩეული პარლამენტი გასაგებია. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მორიგ მაყურებელს მოусმინოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. არ უნდა შევიდეს კენაცოლე პარლამენტში და აგეხსნი რატომ. მაგათ ყველა კარგად იცით რომ გააყალბეს არჩევნები. ამიტომ ჩაატარონ ხელახალი არჩევნები თუ მოიგებენ ღმერთმა შეარგოთ. ისე რო ამბობენ და ეს ოცნების ოპოზიცია უნდა გაასახლოთ 800,000 კაცმა მისახმა და ესენი რო გავასახლოთ საქართველოს ვისუტოვებთ მერე ქურთებს, ციგნებს, ზანგებს, ინდუკებს, რუსებს სირცხვილია ქართველებო სირცხვილია ეს ბავშვები ქვებს რომ ისურიან თუ ისურიან ვინ მიიყვანა ამ ზობამდე მთავრობამ ხო არ არის ვალდებული მთავრობა რომ დააჯდეს ოპოზიციასა და მოილაპარაკოთ დაიბარონ იმედზე ოპოზიციის წევრები და გაგვაგებინონ მტყუარ მართალი არ უნდა შევიდეთ და არ უნდა გაუპრავოთ მაგათ ეს წაგებულია მოპარული არჩევნები დაფიქრდით ქართველებო დაფიქრდით ნუ გადასულხართ ჭკუიდან ოპოზიცია ხლაპელის ნახილის მეტი ამათ არაფერი გაუკეთებიან გასაგებია მადლობა ქალბატონო ზარისთვის ცოტა დრო გვაქვს და ბევრი ზარი გვინდა მივიღოთ ამიტომ მოვისმინეთ თქვენი შეფასება და სხვასაც მინდა რომ მოვუსმინოთ უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიციაში ოპოზიცია პარლამენტში მორიგი ზარია კვლავ მოგესალმებით გამარჯობა გისმენთ მე მინდა ჩემი აზრი გამოვხატო და ესე მინდა თქვა რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს ესენი ამათმაც არ უნდა მიიღონ იმიტომ რომ სანამ ის მიშა სასტავი არსებობს მაგინი ვერასდროს ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც ხალხის თანადგომა ექნებათ იმიტომ რომ მაშინ როგორ მიიღეს ბატონო პროცენტული მაჩვენებლები ბარიერი როგორ გადალახეს ეს ხომ არის საინტერესო ესე იგი გაყალბდა გადალახეს ეხლა ყავთ მომხრეები მაგრამ ამათ მაინც ვერაჯობეს იმიტომ ვერაჯობეს რომ ესენი სარგებლობენ იმითი რომ იმათ აქვთ ცუდი წარსული და ის წარსული ეს არ დაავიწყდება სანამ მიშას სასტავი და მიშას როჟები არსებობენ აი რო დადიანის ბოკერიები და ის გულავები და ეგენი მაგათ არაფერი არ ეღირსებათ მაგენი თავის მომხრეებსაც კი ხელს უშლიან იმ ახალგაზრდობას ვინც რომ იბძვის მართლა პატრიოტისთვის და ქვეყნისთვის იმ ახალგაზრდობა ვინც ნაციონალურ მოძრაობაში რო არიან ახალგაზრდობა და ოცნება არ მოსწონთ იმათაც კი ხელს უშლიან ეგენი უნდა მოცილდნენ რომ მაგათმა როდესღაც არჩევნები მოიგონ და სანამ ეგენი არსებობენ ოცნება ყოველთვის მოიგებს გასაგებია მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში მოვისმინოთ მორიგი პოზიცია მოვისმინოთ მორიგ მაყურებელს უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა გისმენთ ვინც თავად კითხვაზე გავსვენდე პასუხს ორი რამე მინდა გითხრათ პირველი ოცნებამ
12 წლის განმავლობაში პოლარიზაცია ისე გაამრგლავა, რომ თქვენ გადაცემას რო უსმენთ, სიძულვილით მეტი არაფერი არ ჩანს. რას გულისხმობთ ბატონო, სიძულვილი როგორ გესმით, ანუ არ ვიცი, რა ნაწილში ქვედანაშაულებთ? უნდა დაიჭირო, უნდა გადაასახლო, არ უნდა შეუშვა. და რა ვიცი, რა არის მის. კითხვებს ვსვამთ, რომელიც სრულიად ლეგიტიმურია. არის გაღრმავებული ძალიან. უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში მაშინ? არ უნდა შევიდეს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს, იმაზე ვსაუბრობთ, რაც ხდება ქვეყანაში და ასეთ კითხვებს ვსვავთ. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ, უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში? არ უნდა შევიდეს. რატომ არ უნდა შევიდეს, მაშინ განმარტებაც გითხარით და შემდეგ მორიგ მაყურებელს მოусმენთ. რა ვიცი, არ არის სასურველი რომ მე შევიდე ოპოზიცია პარლამენტში. გასაგებია. მოусმინოთ მორიგ შეფასებას, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით? ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა შევიდეს, იმიტომ რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არც ერთ ოპოზიციის კომისიის წევრს არ დაუფიქსირებია სერიოზული დარღვევები. მე მიმუშავია კომისიაში და ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი. ამათმა უბრალოდ დებოჟი ატეხეს, ვითომ გაყალბდა არჩევნებიო, რადგანაც უნდა შევიდეს თუ არა, კიდევ ერთხელ რომ დამიფიქსიროთ. გასაგებია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ვინაიდან ცოტა დრო გვაქვს, შემოვიფარგლოთ მოკლე პასუხებით და მოусმინოთ მეტ მაყურებელს, მორიგი მაყურებელი გვიერთდება. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ გენაცვალეთ. გამარჯობა. არჩევნები არ უნდა ჩატარდეს მეორედ, იმიტომ რომ 1,200,000 ადამიანმა ხმამისა ეს სუფთა ქართველები არიან, სამშობლოს მოსიყვარულე ერი და ამიტომ ძალა უნდა ირებოს იმ ოპოზიციამ დაანებოს ამ გემრიელ ხალხს თავი და გაუწიოთ თავიანთ გზას. შეეძლოთ ამ ქვეყანას, რომ ბავშვებმა, დიდებმა და პატარებმა მშვიდობით იცხოვრონ და იცოცხლონ. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ კлау მორიგ მაყურებელს. როგორია თქვენი შეფასება, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? გისმენთ. გენაცვალე, ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს. არ უნდა შევიდეს კი არა, სირცხვილით ვერ უნდა შევიდეს. რაც მიიღეს მაგათმა პროცენტი ის ბევრად მეტია კიდე რაც ეკუთვნოდათ. მაშინ როგორ მიიღეს ქალბატონო ეს გაყავდა არჩევნები? თავისი ხალხი ყავთ კი, ჭკუათხელით ხალხი ყავთ მაგათ და იმათმა მისცეს ხმა. და ასე რაღაცნაირად მიიღეს. მე თუ რომ შეიძლება კორექტულად თუ შეიძლება რა. საერთოდ ბატონო, კორექტულად რომ შეიძლებოდეს. სულ შევამცირებდი, რომ პარლამენტს მოვიწევდი, შევამცირებდი სულ და 100 კაცი საკმარისია 3 მილიონზე. რა საჭირო არიან, რომელია ნორმალური ოპოზიციიდან და კიდევ რამხელა ენები აქ დაანგრიეს ქალაქის სულ და გასაგებია. მადლობა ზარისთვის. კлау მორიგი მაყურებელი უნდა შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, როგორია თქვენი შეფასება? გისმენთ. გამარჯობათ ქალბატონო, რა თქმა უნდა არ უნდა შევიდნენ. მაგათი ადგილი პარლამენტში აღარ არის, მაგათი ადგილი უკვე ციხეშია. როგორ მოიპოვეს ქალბატონო 40%-მდე ხმები მაშინა? გაყავდა არჩევნები? 40%-მდე მოიპოვეს, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო არ უნდა ეპატიოთ მათ ეს გამოხტომა და სახელმწიფოს ღალატი, ამიტომ მათი ადგილი უკვე აღარ არის პარლამენტში, ყველანი ციხეში, როგორც მათი ბელადი ამბობდა ერთ დროს, ყველანი. და შევიდეს ის, ვისაც უნდა შესვლა და იმუშაოს იმან, ვისაც უნდა 3%-იანები შეუშვით, 1%-იანები, რაღაცა დიალოგი იქნება, ადამიანის სახეებს დავინახავთ, მაგეთი გაგიჟებული სახეების ყურება, 4 წლის წინ რო შერეკეს, ეგენი რა გააკეთეს? მაგიდებზე დარბოდნენ, გადარეულებივით და იქ წყურსებივით სუმსაყენები. ეს უკვე გამოსავალია და აი ეს არის სწორედ საინტერესო, რა სახის გამოსავალი უნდა იქნას მიღებული ასეთ დროს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ მხოლოდ ქართული ოცნება პარლამენტში წარმოდგენილი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? გისმენთ? გამარჯობათ.
გისმენთ. ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს. თქვენ ჩემზე კარგად იცით, ქალბატონო ლიზი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგათ ერთი საარჩევნო პროგრამა არაფერი ქონიათ, არავის არ შეხვედრიან. არავის არ შეხვედრიან საერთოდ. საარჩევნო კამპანია არ უწარმოებიან. 5 დღე გაჩუმებულები ვის გულისხმობთ თუ შეიძლება? გაყალბდა, რა გაყალბდა? არაფერიც არ გაყალბდა. თავისი ამომრჩევლები ხართ და იქიდან მიიღეს ეგ. დაანგრიეს ნახევართბილისი და იმ ქალბატონს კიდე შევახსენებ, რომ ქართველები არავინ ჭკუიდან არ გადასულა. კარგით. გასაგებია, მე მოვუწოდე ყველას, ვინც პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდა, რომ კორექტულად გამოიხატა თავისი პოზიცია და აღარ განვავრცოთ ეს საკითხი. რთულია ნამდვილად ყველას, ასე ვთქვათ, განმარტება გავუკეთოთ. თუ შეიძლება კითხვაზე რომ იყოთ ორიენტირებული, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში მორიგ მაყურებელს მოусმინოთ. ღია ეთერში ხართ. თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ალო გისმენთ ბატონო, ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა. გავაჩერებ სულ, ალო. გისმენთ. თქვენ საიდან ველაპარაკებით? ობიექტივის პირდაპირ ეთერში ხართ ახლა, თუ შეიძლება თქვენი პოზიცია რომ დააფიქსიროთ რა. ჩემი პოზიცია რა, იცი? არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა ეს 4 პარტია, რომელებიც საქართველოს მტრები არიან, მაგათმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. აი ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, ესე იგი არ უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარი. ვხედავთ რომ გადალახეს პროცენტული მაჩვენებლები აქვთ, 10%-მდე აქვს თითოს და საერთო ჯამში 40%-მდე გამოსდით და ვხედავთ რომ მანდატები აქვთ, უბრალოდ თვითონ ემიჯნებიან აი ამ პროცესს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით. მე ცოტა შეიძლება არ ვიყო კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ მიმიცია არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის ხმა, მაგრამ მათ რა დანაპირებებიც ჰქონდათ ხალხისთვის, მაგალითისთვის ვიტყვი ბატონი ხაზარაძის პარტია, ხომ? 1000 ლარიანი პენსიები რო დაპირდა ხალხს, ჯობია შევიდეს, შებრძანდეს და ის დანაპირებები ახლა შეუსრულოს ხალხს იმ ფულით, რა ფულითაც ბომბებს ესვრის მთავრობის სასახლეს და მთელი გაგვახსენა 90-იანი წლები, როცა ხალხი დაუპირისპირდა ერთმანეთს და დახოცეს და ჩამოაგდეს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, ესე იგი დამნაშავეა, მაგრამ მაინც უნდა შევიდეს, არ მიუცია ხალხს ხმა, მაგრამ მაინც უნდა შევიდეს. საინტერესოა, როგორ გადალახეს მაშინ აი ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ბარიერი და როგორ მოიპოვეს 10%-მდე, ჯამში კი 40%-მდე მხარდაჭერა. უნდა ჩატარდეს თუ არა ასეთ სიტუაციაში ხელახალი არჩევნები და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. დიახ, ლიზი, გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა, გისმენთ. დაიხარე, ძალიან მიყვარხარ. გმადლობთ, გისმენთ. ლიზი, მომისმინაშვილო, შენ გენაცვალე, ერთ სიტყვას გეტყვი. პარლამენტში უნდა შევიდეს თარხანმოურავი თავისი ხალხით. ყველა დედა, ყველა დამლაგებელიც კი არ უნდა დარჩეს, ის უნდა შევიდეს პარლამენტში და ეს ბანდიტი ოპოზიცია ბოგუჩავა და ეს საზღარი ხალხი არ დაგვანახოთ იმაში ოპოზიციაში, იმაში პარლამენტში მარტო უნდა შევიდეს თქვენი ხალხი თარხანმოურავი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მოვისმინეთ თქვენი შეფასება. საინტერესოა როგორ ხდება, როდესაც ამხელა მხარდაჭერა აქვს პროცენტულად მაშინ ოპოზიციას, როდესაც თითქმის ყველა გამომსვლელი ამბობს, რომ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, იმიტომ რომ არ მიუციათ მათთვის ხმა და არ უჭერენ მხარს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გესმით ჩემი ხმა? კი ბატონო, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. რომელ ოპოზიციასაც საქართველოს უყვარს. უნდა რომ საქართველოს ხალხი დაამშვიდნენ, უნდა შევიდნენ პარლამენტში და უნდა მოიგდნენ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს, როგორია თქვენი შეფასება, უნდა შევიდნენ თუ არა ის პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, რომლებმაც ზღვარი გადალახეს და აქვთ ამის მანდატი. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. გუშინ რაც ვაშაძემ დანაშაული ჩაიდინა,
ძალიან გთხოვთ მათქმევინეთ რა ხალბატონო ლიზი. კითხვას უპასუხეთ რა თუ შეიძლება პირველ რიგში საერთო დრო გვეკარგება. ოპოზიციაში რომელიც შესწრათია ლაპარაკი დღეს დაჭერილი უნდა იყოს ოჯახის ინსტიტუტში შეეხო და ბავშვებს შეეხო და მაგის ოჯახში მართლა ესეთი სიტუაცია მაგი უნდა ეუბნებოდეს დედმამას თქვენ მე შემარცხინეთო და ერთი წუთით ლიზი მხოლოდ ერთ წუთს წაგართვეთ რა ერთი წუთით რუსთაველზე მთავრობამ უნდა აკრძალოს ასეთი დემონსტრაციები დაждდეს 15-20 კაცი და მიპროტესტოს და მთავრობამ მოусმინოს და ქალაქგარეთ გამართოს მაგათთვის ძალიან კარგად მოწყობილი ტერიტორია და იქ გავიდნენ იქ ოპოზიციებმა გამოთქვან თავის აზრი და მივალ და მოусმენ ვისაც გვაინტერესებს არ შეიძლება ასე რუსაველის დაანგრება ყოველ მეორე წელს და ყოველ წუთში ვისაც როგორ გაეხარდება გასაგებია მადლობა არც რუსთაველი არ უნდა დაინგრეს და არც ქალაქგარეთ რომელიმე ქალაქი ან სოფელი ან რეგიონი საერთოდ ცუდია, როდესაც აი ასეთი გამოსვლებია, ასეთი აქციებია, თუმცა ხედავთ, რომ ეს ყველაფერი უკვე შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ასეთი მოცემულობა გვაქვს და გამოსავლის გზები უნდა ვეძებოთ ასეთ დროს ორივე მხარემ და ზოგადად აქციის მონაწილეებმაც და სახელმწიფომაც, ოპოზიციამაც უნდა მიიღოს ერთიანი სწორი გადაწყვეტილება ისეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება და ამ დესტაბილიზაციას აგვარიდებს და გადავა კონსტრუქციულ მოცემულობაზე უკვე სიტუაცია ეს იქნება კარგი და უკეთესი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, გისმენთ? გამარჯობათ. ჯერეთი იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ოპოზიცია არ აყვავს. ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის, ну, რა ვიცი ახლა ეს ქვეყნის ოპოზიცია არის, მე მგონი. და პარლამენტში რა თქმა უნდა კი არ უნდა შევიდნენ ეგენი საერთოდ უნდა გაქრნენ, მაგრამ მე რაღაც არ მგონია რომ ანუ განაპირები ხო იყო რომ ესე იგი უნდა გასამართლნენ ესენი. თუ თქვათ როცა გასამართლებიან და იმედია გასამართლებიან, მე უნდა მე მაგალითად 8 ნომერს მივეცი ხმა. თქვენ რატო არ იცავთ ჩვენს ხმებს? ჩვენ ხო მოგეცით თქვენ ხმა. გისმენ, აი გიპასუხებთ ქალბატონო, თქვენ მიეცით კი პატრიოტთა ალიანს ხმა, მაგრამ იმასაც ამბობთ, რომ თქვათ არჩევნები არ გაყალბებულა. ესე იგი, თქვენ მიეცით და ძალიან ბევრმა ადამიანმა, თუმცა მაინც ვხედავთ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო პატრიოტთა ალიანსმა. ასეთ შემთხვევაში მივდივართ იქ, რომ ესე იგი გაყალბდა არჩევნები. აი ამ ლოგიკას თუ გავყვებით, რომელთაც თქვენ საუბრობთ, ამბობთ იმას აგრეთვე, რომ არ უნდა გყავდეს ეს ოპოზიცია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს 40% აქვთ ჯამში ერთად. როგორ ხდება აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან, როგორ მოდის შესაბამისობაში? მე ვსვამ ამ კითხვას, თქვენ უნდა მიპასუხოთ ამაზე. მოგესალმებით, გისმენთ? ალო. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ. გამაგებინეთ ადამიანებო. აი გამაგებინეთ ერთი რა. რანაირი ტელევიზია ხარ? გუშინ წინ. კითხვას უპასუხეთ თუ შეიძლება. ჩვენ როგორი ტელევიზია ვართ, არ ვიცი, უყურებთ და ხედავთ როგორიც ვართ. რას ხედავ კაცო, სოფლის ბირჟა მგონია. კარგით, ხა, ნუ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც ჩვენს მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ აზრი და თავისუფლად ხმამაღლა ილაპარაკონ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ერთადერთი ტრიბუნა და ძალიან ბევრი ადამიანი ამისთვის მადლობას გვეუბნება. ამიტომ თქვენ თუ არ გინდათ ამ გადაცემის მოსმენა, ნუ მოусმენთ, ნუ ჩაერთვებით, დროს ნუ წაგვართმევთ ყოველ შემთხვევაში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. იმიტომ რაც ეგენი ოცნებას შეურაცხყოფას აყენებენ და როგორ რა ნამუსით უნდა შევიდნენ საერთოდ აი ეგნიკოს იესო ქრისტე შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ საქართველოს აი გეკითხებით უბრალოდ გასაგებია თქვენი პოზიცია ქალბატონო, მოვისმინე რომ არ უნდა შევიდეს პარლამენტში ოპოზიცია, თქვენი შეფასება მოკლედ რომ შევაჯამო ასეთი იყო და მოვისმინოთ მორიგ მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, გისმენთ? გამარჯობა გენცა. გამარჯობა. იცით რის თქმა მინდა, ოპოზიცია ხართ თქვენ, ხართ ინფო თუ რა ქვია და აი ესენი რა ოპოზიცია არის, თავიანთი ქალაქს რო ანგრევენ
ამ ყველაფერს თქვენ ახართ ოპოზიცია გემცოლეთ თქვენ გაერთიანდით საღი ჯანსაღი შევძანდით და ძლივს არ მოვიდა თავრობაში ნამდვილი ქართველი პატრიოტი ვისაც თავიანთი ქვეყანა უყვართ. განსაგებია, მადლობა ზარისთვის. ფაქტია სამწუხაროდ ის, რომ მიუხედავად გაერთიანებისა, პატრიოტთა ალიანსმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა და პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები და ბუნებრივია პარტიის პოზიცია არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა და აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი. თქვენც რომ შევაჯამოთ მოკლედ გადაცემა, საუბრობთ იმაზე, რომ ეს ოპოზიცია, რომელიც ყავს არ იმსახურებს პარლამენტში შესვლას და რომ მათ არ აქვთ ამდენად დიდი მხარდამჭერა, თუმცა ვხედავთ, რომ მათ პროცენტულად ეს ზღვარიც გადალახეს და 10%-იანი აქვს თითოს ცალცალკე 4 პოლიტიკურ პარტიას და 40% ჯამში გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ პარტიებს. აქვთ უფლება ლეგიტიმურად აქვთ უფლება მათ, კანონი ასე არის მოკლედ, რომ მანდატიც გააჩნიათ და პარლამენტში შევიდნენ. უბრალოდ ისინი თავად ამბობენ პარლამენტში შესვლაზე უარს. ასეთ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს თუ არა არჩევნები, ეს თქვენთვის მომინდია ეს შეფასება. ვხედავთ, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, ჩიხშია პროცესები შესული და ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთპარტიულია ქართული ოცნებაა დღეს სამწუხაროდ წარმოდგენილი მარტო პარლამენტში და თქვენ საუბრობთ ჯანსაღ ოპოზიციაზე და ეს არის კარგი მაგალითი ხელისუფლებისთვის იმ კუთხით, რომ მან უნდა გააცნობიეროს, რომ აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის ხელშეწყობა დახმარება იმისთვის, რომ ისინი პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები. მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინტერაქტიული ეთერისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად, ჩაერთეთ გადაცემაში და იაქტიურეთ. გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებოდი და მე დროებით გემშვიდობებით.